იუსტიციის სახლი, ხიდი, ანაბანის იცი 1 მილიარდ ლარზია ბატონო. ეს არის სამარცხვინო რამ. უბრალოდ მარტივად მინდა ვთქვა რომ პოლიცია აკეთებს იმას, რის უფლებასაც მინისტრი აძლევს, მინისტრი აკეთებს იმას, რის უფლებასაც პრეზიდენტი აძლევს და პრეზიდენტი აკეთებს იმას, რის უფლებასაც ხალხი ვაძლევთ. ხალხმა მივეცით ეს უფლება, რომ ჩვენზე იბატონებთ, ჩვენ მონავიყოთ, თქვენ ახართ უფროსი, უკრავთ ტაის და ვიღაცას გონიას კარგია. არ არსებობს მსოფლიოში ქვეყანა, რომელმაც რაღაც ჩარჩოებში არ მოაქციოს ნებისმიერი ხელისუფალი. ასხლეტილი ტყვია მოხდა საბერძნეთში, ათენში, პოლიციელის მიერ გასრული და თელი საბერძნეთი ეცედა 4-5 მთავრობა შეცვალეს, არა? ესე იგი საქართველოში მოკლეს ხალხი, დახოცეს ხალხი, რადიოში გაუკეთეს და ნუ ესე იგი ვინმეს გონია რომ ეხლა წავიდა PR-ი იმისა რომ ვითომ მოხსნეს ვიღაცა გადააყენეს, გადმოაყენეს, ეს რა შველის, არაფერს არ შველის. მე მინდა ძალიან მარტივად ვთქვა რომ სააკაშვილი ჩემს მეუღლესთან ერთად სწავლობდა. მე ძალიან კარგად ვიცი იმ ხალხისაგან ვისთან ერთადაც სწავლობდა ადამიანი რომელიც შატალოზე რომ წავიდოდა ჯგუფი შატალოზე არ წავიდოდა და დირექტორთან მივიდოდა და ეტყოდა იმას რომ იქ არის წასული ხალხი და დირექტორს დააყენებდა თავზე ამ კაცისაგან სიკეთეს ვინც ელოდები ღმერთმა ხელი მოგიმართა მე არ ველოდები და არავით არის სურვილი არ მაქვს შევარდნაძე მეხვეწებოდა იყავი კარგად ამ ხალხთან და შენძამი კარგად არიან განწყობილი მე ვთხარი ქუჩაში დავდგები მათხოვრად მაგრამ არც სააკაშვილთან და არც იმ გუნდთან ახლა გარდაცვლილია ზოგიერთი არ ვიქნებით იმიტომ რომ მე მინდა რომ ქართული ცნობიერება იყოს ქვეყანაში მე მინდა რომ ეროვნული ტრადიციები იყოს შევარდნაძემ გააკეთა ის რაც დაავალეს გარედან ჩამოსაკიდებელია ფეხით რომ ეს ხელისუფლება მოიყვანა ამაზე უარესი მე გარწმუნებთ რომ შემნაირი ძალა თუ მოვა შევარდნაძეს გაუსამართლებელს არ დატოვებს მარტო იმისთვის რაც არ უნდა კარგი თუნდაც ეს გავაკეთე იტყუილოს თუ მართალი თქვას ამ ხელისუფლების მოყვანისათვის არის საქმე იმიტომ რომ ძალიან კარგად იცის რომ პეტერსონ ბელკნაბის სომხურ ფირმაში ჩავიდა თვითონ ამერიკაში 1993-94 წელს იქ ნახა სააკაშვილი და სომხების რეკომენდაციით ჩამოიყვანა საქართველოში და დაგვაჯინა თავზე. საქართველოს ხელისუფლების 80%-ზე მეტი ქართველი არ არის. თქვენ მითხარით გვარები და მე გეტყვით, არც ბეჟუაშვილია ქართველი, არც ბეჟაშვილია ქართველი, არც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ბევრი რამ ქართული, არც იმას რა ქვია, ჩვენ მინდა გითხრათ რომ როდესაც ჩვენ